ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა უკვე დამნაშავე რეჟიმად, ქვეყნის ღალატს უკვე საზღვარი არ აქვს. ის კანონები, რაც მიიღეს და განსაკუთრებით აგერ ბოლო გრანტების შესახებ გავ언ეს, სადაც პროფესორს ვერ დაპატიჟებ კონფერენციაზე ვინადანი ბილეთში გადახდილი ფულიც კი გრანტია და მთავრობამ უნდა მისცეს ამის ნებართვა გახვალ თუ არა აქედან ან მიიღებ თუ არა რაიმე ასე ვთქვათ მხარდაჭერას დასავლეთისაგან აი ესეთი კანონიც კი მიიღეს რომელსაც აზერბაიჯანშიც არ არის არც ბელარუსში და არც სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში რუსეთშიაც კი არ არის და ვიზო მიმოსვლის შეჩერება ეს ნიშნავს იმ დონეზე გაფუჭებას ურთიერთობისა და დასავლურ სამყაროსთან რომ ფაქტობრივად საქართველოს სრულ იზოლაციაში ექცევა გარდა ამისა ხელისუფლება ამას გამოიყენებს თავისი ავტორიტარული მიზნების მისაღწევად რკინის ფარდის პრინციპით ქვეყნის მართვა იყოს საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი უნდათ აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყანა შექმნა ნაკ აზერბაიჯანთან ჩვენ საზღვარი დღეს ჩაკეტილი გვაქვს 4 წელი გავიდა რაც პანდემია დამთავრდა და პანდემიის მომიზეზებით 1,200,000 აზერბაიჯანელი რომელიც საქართველოში ისვენებდა დღეს მოწყვეტილია თავისუფალ გადაადგილებას მხოლოდ ჰაერით შეუძლია იფრინონ ვინაიდან აეროპორტების კონტროლი ადვილია ეს სწორედ იმიტომ გამოიყენება რომ ადამიანებს არ ქონდეთ უფლება თავისუფალი გადაადგილებისა და ასე მარტივია მართვა რეპრესიები პოლიტიკური ოპოზიციის დევნა მოხალხეების დაშინება და ასე შემდეგ. აი სწორედ აი ამ სისტემის შექმნა უნდა და უკვე მათ ინტერესებშია, რომ ჩვენი ქვეყნის მოხალხეებს არ შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება. თუ კი ეს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ფაქტობრივად უკვე არის რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია. უბსკულისკენ მიაქანებს ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას. ერთადერთი გამოსავალი არის ამათი თავიდან სასწრაფოდ მოცილება.